როგორ ეხმაურებიან უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკოსები, საკითხზე დილიდან კეთდება კომენტარები. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, გამოძიება არარეალურ ფაქტებს ეფუძნება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისია სისხლის სამართლის საქმის აღსაზრდელად. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესების გამჭვირვალედ წარმართვაზე საუბრობენ. გიორგი ფუტკარაძე განავრცობს ახლა თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. ლიზა, თემაზე დღის განმავლობაში საკმაოდ განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ. ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აპირებს, რომ ჩამოიშოროს კონკურენტები, გაანეიტრალოს ინსტიტუტები და სწორედ ამიტომ აღძრეს საქმე საიტ უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. საიტმა გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ამზადებს გადატრიალებას და სტენოგრამა, რომელიც საიტის თქმით საიტზე წერია მათ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარს სტამბულში ათათურქის აეროპორტში. ზოგადად ამ საიტთან დაკავშირებით არანაირი სხვა ინფორმაცია არ გავრცელებია, მაგალითად სახელმწიფო ორგანოებს მათ არ უთქვამთ კონკრეტულად ამ საკითხზე აღძრეს თუ არა გამოძიება, რომელიც სახელმწიფოებრივი გადატრიალების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა თავად გიგა ბოკერი ამბობს, რომ ისინი თანაპარტიელები იმყოფებოდნენ მადრიდში, ამის შემდგომ სტამბულის აეროპორტშიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი, თუმცა ის სრულ აბსურდს უწოდებს ამ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დაკითხვაზეც კი დაიბარონ. ეს არის რა აგონიაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმის ბოდვა უბრალოდ ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო და დასაცინი რო არა საერთო ვითარება ქვეყანაში რო არა რუსთავიურის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან რო არა დაჭერა რუსთავიურის მხარდაჭერი აქტივისტების რომ არა მივარდნები ოფისში ჩვენ ხედავთ რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და როგორც უკვე ბევრჯერ გვითხოვს ერთი წლით ადრე ცდილობს რომ გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში და საზოგადოების დათრგუნვაში ხელს შეუშლის. მე მართლა არ მეგონა რომ რუსულ საიტზე ატვირთული ამ ნაბოდვარის სერიოზული კომენტირება მოგვიწევდა. სამწუხარო ამ ვითარებაში არის ის რომ ამაზე სახელმწიფო იწყებს გამოძიებას სუსი სერიოზული სახით დგას და აცხადებს რომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაზე არის დაწყებული გამოძიება. ეს მხოლოდ ასუსტებს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მასხრად ასაგდებად ხდის სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის უსაფრთხოების სისტემას ქვეყნისას. მთავრობის და პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ საკმარისია მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საქმის დასაწყებად, ვინაიდან საზოგადოებას ჰქონდეს სრული მონაცემები, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტების სიმართლეს. ისინი ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ასევე შეხვდებიან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსაც და მათგან მოიპოვებენ ინფორმაციას. რაც შეეხება ზოგადად საფრთხეს, ისინი ამბობენ, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობს, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია სურთ და ასეთად ერთ-ერთ ასეთად ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ. ნებისმიერ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს, როგორც ჩვენთან მოხდა ანალოგიურად, მოძიება ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისად უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ყველა იმ პირის დაკითხვა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს, ან ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული იყავით, რომ რადგან გამოძიება დაიწყოს, ის შესაბამისი საფუძველიც არსებობს. ძალადობით მოვიდნენ ერთხელ ხელისუფლებაში და არ გამორიურიცხავ, რომ იგივე გეგმები ჰქონდათ ეხლაც, მაგრამ არაფერი არ გამოვათ ამ მიმართულებით. დაშვების საფუძველი ზოგადად არსებობს, მე მგონი ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ არ მგონია არ მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ასეთი განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ რამდენადაც ვრცელდება უკვე კონკრეტული ფაქტი საუბრის თუ რაღაცა გეგმის თაობაზე, აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება, რომ ის უნდა შემოწმდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ფაქტები დადგინდეს. ამის შემდეგ იქნება ალბათ გადაწყვეტილება მიღებული. არიან ადამიანები, რომელსაც გონიათ, რომ ხელისუფლებათ ქვეყანაში ვითარების არევით პოლიტიკური შედეგის მიღწევა. მე მგონი, რომ არ ხელისუფლებათ, მაგრამ ახლა ამ სრულებშიც ისინი უნდა შეიზღუდონ, იმიტომ რომ მართლა რაიმე ნაბიჯები არ გადადგან. სააკაშვილს რა თქმა უნდა აქვს სურვილი თავიანთი პოლიტიკური რევანშისთვის, რომ ქვეყანაში არის ვითარება. ზოგადად იმაზე, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმარისია საქმის აღსაზრდელად თანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ისინი ამბობენ, რომ კონკრეტულად უნდა იქნას განმარტებული რა ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო უშიშროების სამსახურმა გამოძიება. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ მთავარია პროცესის გამჭვირვალეობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს რუსთავიურის საქმე და არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად თუ კი გამოძიება გამჭვირვალედ არ წარიმართა, იქნება კითხვებიც.
მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს გამოძიება იმისათვის, რომ ის ეჭვები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს და ალბათ უკვე არის გარკვეული ეჭვები ამასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად დაბალანსდეს გამჭვირვალე გამოძიებით, როდესაც საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მიადევნოს თვალყური და პროაქტიულად სახელმწიფო უწყებებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია. გასაგებია, რომ სპეციფიური გამოძიებაა დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და რაც უფრო ჩაკეტილი იქნება გამოძიება, მით მეტი კითხვის ნიშანი დადგება მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ველოდებით ამ მიმართულებით პასუხს, რა ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თავისთავად ცხადია, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ არის საკმარისი საფუძველი, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება, თუმცა ნათელია, რომ საქმე გვაქვს ერთიან კონტექსტთან, რომელიც უკავშირდება მათ შორის მედიის თავისუფლებას ძალიან დიდწილად. ამიტომ ველოდებით, რომ ამ პროცესში უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ზოგადად განსაკუთრებული გამჭვირვალობით არ გამოირჩევა, იქნება გახსნილი ღია და საზოგადოებას მიაწვდის საკმარის ინფორმაციას, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რასთან გვაქვს საქმე, ვინ დგას ამის უკან და როგორ წარიმართება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტულად უკვე რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება ჩვენთვის უცნობია. ერთადერთი ინფორმაცია, რაც არსებობდა და გავრცელდა გუშინ, ეს არის ეგრეთ წოდებული სტენოგრამა, რომელიც საიტმა სახელწოდებით უკრაინული WikiLeaks-ი გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფების მხრიდან უნდა მოხდეს არეულობის ინსცენირება, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვეს და ამ საიტი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს ყოფილი პრეზიდენტი არეულობას. ამასთან საგულისხმოა ის, რომ სავარაუდოდ დაიწყება დაკითხვები, თუმცა ვის გამოიძახებენ დაკითხვებზე ჯერჯერობით უცნობია. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ნახსენებია ამ სიაში უნდა დაიკითხოს, თუმცა საგულისხმოა ის, რომ სიაში ნახსენებია მაგალითად პრეზიდენტიც. მადლობა გიორგი, თემის დეტალები გიორგი ფუტკარაძემ გაგვაცნო.